როდესაც კახურად შემწარი მწვადი. ორივე გემრიელია მეგობრებო. უყურეთ ჩემ არხს, გამოიწერეთ ლადოს არხი. გემშვიდობებით. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. იმედია არ მოიწყინეთ. ხედავ რომ უყურებთ ჩემ არხს, მართალია ძალიან ბევრი არ უყურებს, მაგრამ ინანებს როცა მერე ნახავს ჩემ წინა ვიდეოებს, იტყვის რატო არ უყურებდი ლადოს არხს. გეხმარებით ყველას, მადლობა ვინც უყურებს, ვისაც გამოწერილი აქვს და კიდე გამოიწევს, ყველას გიხდით მადლობას. გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. შეგახსენებთ რომ ლადოს არხის სპონსორია უძრავი ქონების სააგენტო ლადოს სახლები. ლადოს სახლები. ბინების ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დაგირავება და რაც თავარია შეფასება უძრავი ქონების. ტელეფონის ნომერი იქნება მითითებული ვიდეოს ქვეშ. გადავიდეთ საქმეზე. დღეს რას ვაკეთებთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო? დღეს ჩვენ უნდა შევწვათ წვადი. იტყვით ახლა წვადი რა არის? წვადი უბრალო რაღაცაა, მაგრამ სხვადასხვა წესები არსებობს მომზადების. დღეს მე უნდა შემოვთავაზო ჩემ მაყურებელს ორი სახეობის მწვადი. ერთი იქნება ჩვეულებრივი მწვადი იქნება, კახურად უნდა გავაკეთოთ, მეორე იქნება გრილზე შემწვარი. აი გრილი. ეს გაჩვენეთ წინა ვიდეოში, ჩემ მაყურებელმა მაჩუქა ეს გრილის ელექტროაპარატი. ორი სახეობის მწვადი უნდა შევწვათ. ერთი იქნება კახურად და ერთი იქნება სპეციალური რეცეპტით, რომელიც იქნება მომზადებული ზეთში. ზეთის დამატებით იქნება მეორე სახეობა მწვადის. ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ მე შევიძინე სპეციალურად აი ეს ნაჭერი ხორცის, აი ეს ნაჭერი, უმზეური ხვიან ამ ნაჭერს, აი ნახეთ, როგორ არის ზოლებად არის დაყოფილი, ზოგი აი ნეკნებს ირჩევს ხოლმე, მაგრამ აი ეს არის მაგარი ნაჭერი, აი ნახეთ ზოლებად არის ხონი და ხორცი, ხონი, ხორცი. აქ არის დაახლოებით 4 კილო ხორცი და უნდა გავაკეთოთ ორი სახეობა მწვადის. ეხლა დავიწყოთ, დავჭრათ და ნახოთ რა ხდება მომავალში, რა ის პროცესები წავა. ჯერ დავჭრათ ხორცი გრილისთვის. გრილისთვის საჭიროა პატარა ნაჭრეები, დაახლოებით 3-4 სანტიმეტრზე. ესენი უნდა ავაგოთ ხის შამფურებზე და ესეთი პატარა ნაჭრები უნდა დავჭრათ. ამას დავტოვებთ კახური მწვადისთვის და აი ამითი გავაკეთოთ ბასტურმა გრილისთვის. ნახეთ პატარა ნაჭრეებია სპეციალურად, რომ ხის შამფურებზე უნდა ავაგოთ. ეხლა ამისთვის დაგვჭირდება ხახვი. ხახვი არ უნდა დავჭრათ, უნდა გავატაროთ სახეზე. ესეც ხახვი. так, ხახვის შემდეგ პაპრიკა, შავი პილპილი და რაც თავარია, რახაც იწვება ეს გრილზე, აუცილებელია ზეთი. აი ამდენი საკმარისია. დავამატოთ ბოლოს მარილი. ჩემო ძვირფასებო. წვადი იტანს, რომ მარილს ესე იძახიან ხოლმე. იტანს. აი ესეთი გამოვიდა და ეხლა კარგად ამოურიოთ ერთმანეთში. აი ესე 2 საათით მაცივარში.
ესაც კახურად ცოტა დიდი ნაჭრები შეშაზე შეიწვება მაყალზე. და მინდა უთხრა ჩემ მაყურებელს, ამას უკეთებთ მხოლოდ მარილს. მხოლოდ მარილი. და მეტი არაფერი, კარგად ამოვურიოთ ახლა. აი ესე. კახურად და ჯიგრულად. ესაც მაცივარში ცოტა ხნით. გამოვიღეთ მაცივრიდან და ეხლა ავაგოთ შამპურებზე, აი ეს ხის შამპურები, მეგობრებო. ეს აქეთ. ეს უნდა შევწვათ გრილზე. ხის შამპურებზე. გრილი უნდა ჩავრთოთ დენში და დაახლოებით 10-15 წუთი უნდა გახურდეს. ახურებიო? ეს წავა გრილზე, ეს წავა კახურად ცეცხლზე, მაყალზე. აბა წავიდა და გავიდეთ ახლა დანარჩენი კახური ცეცხლზე. 5 წუთში, 3 წუთში ერთხელ უნდა ტრიალი ამაზე. აი, გრილზე შემწვარი, ნახეთ, და მაგარია. გმრიელია. უძვირფასესი რა მოვიდა. ეს შეიწვა ხო? ესაც კახურად შემწვარი მწვადი. ორივე გემრიელია, მეგობრებო. უყურეთ ჩემ არხს, გამოიწერეთ ლადოს არხი. გემშვიდობებით.